აგვისტოს ბოლოს კახეთში დასაქმების კიდევ ერთი ობიექტის მშენებლობა დასრულდება. კომპანია რედიქსი პირველ ბუტიკ სასტუმრო სიღნაღში გახსნის. სასტუმრო კაბადონის მშენებლობის პროცესი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მაია სიდამონიძესთან ერთად დაათვალიერა. მშენებლობაში 4.5 მილიონი ინვესტიცია განხორციელდა და მასში 30 ადგილობრივი დასაქმდა ბუტიკ სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. ქობალიას განცხადებით ადგილობრივებს მალე მეტი სამუშაო ადგილი გაუჩნდებათ. ჩვენია ეხლა დატერას და ეს ეხლა ინახეთ ცოტა ერთი კედელი იყო აშენებული და მეგონი გასვლა სწორია, იმიტომ რომ რაღაცა თუმცა ფონდოზე კახელ გლეხს გაუჩნდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეუძლია მიიტანოს თავისი პროდუქტი. ავტობუსის მძღოლს გაუჩნდა კიდევ ერთი ადგილი, სადაც შეუძლია ჩამოიყვანოს ტურისტების ჯგუფი და ადგილობრივ 30 ადამიანს გაუჩნდა ახალი სამუშაო ადგილი აქ სიღნაღში. ვფიქრობ, რომ რეგიონისთვის ძალიან გამორჩეული სასტუმროა, იმდენადაც იქნება ევროპული სტანდარტებით 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, იქ გათვალისწინებული იქნება, რომ ყველა სახის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. არის 1000 მეტრამდე სპა ნაწილი სასტუმროში, არის 21 ნომერი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩამოსულმა ტურისტებმა და დამსვენებელმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი და დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურის და კომფორტული ინფრასტრუქტურის გაშენებისთვის, არამედ მომავალში კახეთის უფრო კახეთის მიმზიდველობის ასამაღლებელთაც, ვინაიდან ასეთი ტიპის სასტუმროები მკვეთრად ხელს უწყობენ, რომ მომავალში უკვე მეტი ტურისტი მოვიზიდოთ კონკრეტულად ამ რეგიონშიც.